შალომ, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიურ თემებზე განხილვას და ვიდრე სანამ დავიწყებთ უშუალოდ თემის განხილვას, მე მინდა ჩემი არხის გამომწერებს მოგმართოთ და ალაიქოთ, ანუ მოიწონოთ ეს გვერდი, აუცილებლად გააზიაროთ და აუცილებლად დააკომენტაროთ. და ვისაც ფინანსურად გვერდში დგომა გინდათ, ამ ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები. მინდა მადლობა მოუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ ხარში გვიდგას, ვინც ჩვენზე ლოცულობს, ვინც ჩვენ ფინანსურად ხარში გვიდგება. ეს ხალხი ძალიან ცოტა არის, მაგრამ მაინც ისინი ჩვენზე გულშემატკივრობენ და ლოცულობენ და თავიანთ რაც შესაძლებლობები აქვს გვირიცხავენ. ამისათვის დიდი მადლობა ზუსტად თქვენით არის, რომ ეს არხი არსებობს. მაშასე დღევანდელი თემა, რომელიც არის, ეს არის კითხვაზე პასუხი, რომელიც ადამიანმა დამისვა მე ჩვენმა არხის გამომწერმა, რომელიც ხშირად გვისმენს, მან დასვა ესეთი შეკითხვა, მაგალითად ეს არის იერემია წინასწარმეტყველის პირველი თავის მეხუთე მუხლში ესეთი სიტყვები არის, სიტყვები წერია: სანამ მუცელში გამოგსახავდი, მანამდე გიცნობდი, სანამ საშოდან გამოხვიდოდი, გამოგარჩიე, წინასწარმეტყველად დაგადგინე ერებში. და კითხვა იყო ესეთი, როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი ჩვენ? რაც ნიშნავს, მანამდე არსებობდა იერემია, ანუ ესეთი სწავლება არის სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს გონია, რომ და სრულ წარმოდგენა აქვს, ძალიან ბევრ ადამიანს გონია, რომ ღმერთს სულები ყავს 64-ში და იმ სულებით ღმერთი უშვებს შემდეგ დედამიწაზე. ეს არასწორი წარმოდგენა. სამწუხაროდ თანამედროვე იუდაიზმშიც დამკვიდრდა ესეთი სწავლება, მაგრამ იუდაიზმის მე-11 საუკუნემდე იუდაიზმს არ ქონდა ესეთი სწავლება. იუდაიზმი როდესაც იუდაიზმი მოხვდა ელენური კულტურის გავლენის ქვეშ, ანუ ფილოსოფიური გავლენის ქვეშ, მაშინ იუდაიზმში გაჩნდა ესეთი მოსაზრებაც, რომ ღმერთს იქ სულები ყავს, იქ მას თორას ასწავლის, ამზადებს, მაგრამ ის ბავშვი რო იბადება და ბავშვობის პერიოდში რო ისახება, ის მას ყველაფერი ავიწყდება და მას უბრალოდ აქვს მიდრეკილება ღმერთისაკენ. ეს ასეთი განმარტებაც არსებობს შემოკარგებო იუდაიზმში. საბედნიეროდ ეს განმარტება არაბიბლიურია, ის არ ეფუძნება ბიბლიურ სწავლებას, ის ეფუძნება ბერძნულ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას. დღესდღეობით იუდაიზმში არის ცალკე ჯგუფი, ვისაც კიდევ წამს ესეთი რამე, რომ სულის რეინკარნაციის, მაგალითად ადამიანი, რომელიც გარდაიცვლება, მას აქვს შანსი, რომ ის სხვა სხეულში მოევლინოს. ეს რეინკარნაციას, ეს სწავლებაც ზოროასტრიზმიდან გადმოვიდა იუდაიზმში. ზოროასტრიზმს სწამდა ესეთი რა. ზოროასტრიზმა ეს აიღო აღმოსავლური კულტურიდან, ესეც ფილოსოფიური განმარტება ესეთი, რომელებიც არსებობს. საბედნიეროდ, რომ იუდაიზმის ეს მცირე ჯგუფია, რომელსაც ქვია ხასიდიზმი, ხასიდებს სწამს ეგეთი განმარტების, ესეთი სწავლების. მადლობა ღმერთს, ორთოდოქსალურ იუდაიზმს არ აღიარებს ესეთ რამეს და ბიბლიას არ აღიარებს ესეთ რამეს, როგორც პავლე მოციქულიამოს, ვინაიდან ადამიანს უწევია ერთხელ დაბადება და ერთხელ სიკვდილი და შემდეგ სამსჯავრო. ეს არის ის აქსიომა და ის ცხოვრების წესი, ანუ გინდა ვარქვათ თამაშის წესი, რომელიც ღმერთმა დააწესა და ეს სტანდარტია. ამას ადამიანი ვერ გაექცევა. ვერ გაექცევა ადამიანი მომავალ სამსჯავროს, თუ ის ღმერთთან არ არის შერიგებული. ეს უნდა იცოდეთ თქვენ. ადამიანი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ადამიანი რასაც თესავს, იმას იმკის. თუ შენ თესავდი ამ შენ ცხოვრებაში ცუდს, ბოროტებას მოიმკი. დაუბრუნდეთ ამ ადამიანის შეკითხვას. მას როგორ უნდა გავიგოთ ეს? შემოკარგებო, ბიბლია გვასწავლის ღმერთის უნიკალურ ნებას. ნება, რომელიც ჩანს ედემის ბაღში. როდესაც ღმერთმა ადამი და ევა გააჩინა, მან უთხრა, რომ დაიცვას ედემის ბაღი და გააშენოს ედემის ბაღი. ედემის ბაღი ეს იყო პროტოტიპი, ეს იყო მაკეტი, ეს იყო ვთქვათ მაკეტი, რომელიც წინასახე, რომელიც ადამიანს უნდა შეექმნა დედამიწაზე, გაევრცელებია დედამიწაზე. ანუ ედემი ეს არის სათა სამეფო
სადაც სათასამეფოს კანონები და პრინციპები არსებობს. და ამის გავრცელება დაევალა ადამიანს. როდესაც ღმერთი უწოდებს იერემიას, ეუბნება რომ სანამ მუსელში გამოგზავნე მანამდე გიცნობდი, ეს ნიშნავს რომ ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა იერემიას ცხოვრება. ის ყოვლის მცოდნეა, ჩვენ აქედან გამომდინარე რომ ღმერთი ყოვლის მცოდნეა, ყოვლის მჭვრეტელია და მან წინასწარ განსაზღვრა იერემიას ცხოვრება, როგორ გზას აირჩევდა იერემია. და ამიტომ ეუბნება ღმერთი ასეთ რამეს, რომ მე მაქვს შენთვის თავისუფალი ნება, რომელიც მე შენ დღეს გაძლევ, ეს ნება არის ჩემთან სიარული და ჩემს ნებაში ყოფნა, მაგრამ თუ შენ აირჩევ, მაშინ ჩემ ნებაში იქნება. მაგრამ თავისუფალი ნება ეს არის ის, რაც ადამიანის არჩევანი და ხდება. და ღმერთი ეუბნება იერემიას, რომ მე შენ გიცნობ, რომ მე ვიცი, რომ შენ ჩემ ხარეს აირჩევ. ამიტომ ნუ ყოყმანობ, გამაგრდი და მე ვიგიცნობ შენ. მე გიცნობ, რომ შენ რა არჩევანს გააკეთებ. აი ამას ეუბნება ღმერთი, ჩემო კახა არის ამ შეკითხვის ავტორი, ანუ მოკლედ შევაჯამოთ, ეს არის ის, რომ ღმერთმა იცოდა იერემიას არჩევანი და ღმერთმა უთხრა, რომ ნუ ყოყმანო, დიდხანს რადგანაც მე ვიცი, რომ შენ მე ამირჩევ. ეს არის ის მნიშვნელობა და ღმერთის ნება ადამიანზე ყოველთვის იყო, რომ ადამიანს ცათასამეფოს პრინციპები მოეტანა წოთისოფელში, გაევრცელებია წოთისოფელში. ესაა ღმერთის ნება, ეს იყო ყოველთვის ღმერთის ნება კაცობრიობისათვის. რადგანაც ღმერთს უნდოდა ჩვენთან ერთად ცხოვრება, ჩვენთან ერთად თანაარსება, მაგრამ თუ ცათასამეფოს პრინციპები არ არის, ის ვერ იქნება ჩვენთან. მისი თანდასება ვერ იქნება ჩვენში და ამიტომ ჩვენც ასე ვიქნებით უპატრონოდ. მაშასე ეს მინდოდა მეთქვა დღეს თქვენთვის ძალიან მოკლედ. ხვალე არის ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს საქართველოს და გილოცავთ ყველას, ვინც აღნიშნავთ ამ ოჯახის სიწმინდეს, მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვით. წელიწადში ერთხელ არ აღინიშნება ოჯახის სიწმინდე, ოჯახის სიწმინდე უნდა აღინიშნოს ყველა დღე, ყოველდღიურად. წმინდა და სუფთა ურთიერთობები უნდა გქონდეს ცოლ-ქმარს ერთმანეთში. წმინდა ეს ნიშნავს გამოყოფილი ყველასაგან, შენ არ შეიძლება ცოლთან მიმართებაში იყო აგრესიული, ან დესპოტი, ან ტირანი, ან უდარდელა ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს თავისი ცოლი. ერთმა ჩემმა ძალიან კარგმა ახლობელმა თქვა, მამაკაცი, რომელიც არ ზრუნავს თავის ცოლ-შვილზე, თავის ოჯახზე, ის არ არის მამაკაცი. ის გაურკვეველი სქესის წარმომადგენელია. და მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას. მამაკაცი კიდევ ვიმეორებ, მამაკაცი, რომელიც არ ზრუნავს თავის ცოლ-შვილზე, ის არის გაურკვეველი სქესის არსება. მაშასე გილოცავთ ყველას დამდეგ ამ დღესასწაულს მინდა და გისურვებთ, რომ ეს ყველა დღე აღნიშნოთ თქვენ ყოველდღიურად თქვენ ცხოვრებაში. ყოველდღიურად თქვენ დაიპყროთ თქვენი მეუღლეების გულები, ყოველდღიურად იყოთ მისთვის სასურველი ადამიანი ცხოვრებაში. მაშასე გვიყურეთ ჩვენ, გაგრძელება იქნება. არ დაგავიწყდეთ